მოგესალმებით, ქალბატონებო, დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. თქვენი საყვარელი ხაზი, იუტიკის ხაზს შევეხოთ. მე მაქვს ჩემი პერსონალური საყვარელი არომატი, ეს არის ერთი არ არის, ძალიან ბევრია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელია ფლამინგო. ფლამინგო იყო პირველი იუტიკის ხაზის სუნამო, რომელიც შევიძინე. შემიყვარდა ძალიან ეს ფლამინგო. პირველად, როგორც გითხარით, შევიძინე ეს სუნამო იუტიკის ხაზიდან. ეს იყო 2021 წელი და მომიწია მოგზაურობა მალდივებზეც. და დღესაც რომ ხსნი ამ სუნამოს, მაგონებს მალდივებს. მსუბუქია, ამავე დროულად ძალიან საინტერესო. როგორც ვარდისფერი ფლამინგო ეგეთია. სანამ ამ არომატს არ დატესტავ, რთულია მისი ახსნა. ხო, რო ავხადეთ ავსახური და მომივიდა სუნი, ეს იყო რაღაც ეს სასიამოვნო სუნი არის, გრილი, ყვავილების სუნი, ყველაფერი რაღაცნაირად ერთად მოდის და გრძნობ რო არის ძალიან სასიამოვნო სუნი და გინდა რომ არ დამთავრდეს ეს სუნი. ზოგჯერ ხო არის რაღაც სუნამო, რომელიც ჩემთვის არ არის და მძაფრი სუნია ხოლმე, რაღაც ისე ან გვერდზე გამწევი, ეს ჩემი არ არის, მithქვია და ამ სუნზე დავემართა რაღაც ყველა სუნისაგან განსხვავებული, რომ ვაიმე, ეს კარგი სუნია, ხელი მიმაქვს ახლო, სადაც დავისხი, მე კიდე უფრო ახლოს მიმარ. დედა, ეს რა კარგი სუნია, რაღაც უცებრო დაიბნევი და ძალიან რომ მოგეწონება. პირველივე მაქვს სუნთან დაკავშირება, ძალიან მომეწონა და მთელი დღეს მესხა მთელი დღე და ისეთი ნასიამოვნები ვარ, ისეთი კმაყოფილი ვარ და სხვათა შორის ვისაც შევხვდი დღეს ახლობას, ყველამ აღნიშნა, რომ ვაიმე, რა კარგი სუნია, რა გასხია, რომელი სუნამოა და სხვა დროს შეიძლება ესე არ გამოხატიათ, მაგრამ დღეს ყველამ აღნიშნა, რომ მივიდათ ეგ სუნი და ძალიან მოეწონათ. და მე თვითონ მართლა სერიოზულად კმაყოფილი და დავრჩი, ძალიან მომეწონა. მე რო გითხარით, რომ მალდივებს მახსენებს, ზუსტად ეგ არის. მრიელი ბალანსია ტროპიკული ხილის, ყვავილოვანი სიფაქიზის, განკუთვნილია ექსკლუზიური არდადეგებისთვის, მზიანი განწყობისთვის და თავისუფლებისთვის. ძალიან კარგ არდადეგებს მახსენებს. და შეუმჩნეველი არავის არ დარჩება, მართლაც ეგეთია. დღეს ვისაც შევხვდი, ყველამ აღნიშნა. ნამდვილად ეგეთი სუნია. არავის არ დარჩა შეუმჩნეველი, ყველამ აღნიშნა, რომ რა კარგი სუნი მოიტანე, ვაიმე, ეს რა კარგი სუნი გაქვს, ვაიმე, აბსოლუტურად ვისაც შევხვდი, დღეს ყველამ აღნიშნა. ჩვენი სუნამოები წარმოდგენილია 100 მილიგრამიან ფლაკონებში და 15 მილიგრამიან ფლაკონებში. შემდეგი არომატი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, ეს არის ისევ ჩემი საყვარელი არომატი, არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ძალიან მიყვარს, ჩანს თუ არა, ამბრე როიალი. ესეთი სუნამოა, ცოტა ახლოს მოვიტან, ჩანს ხო? ამბრე როიალი. ესეთი სუნამოა, რომ ვისაც უყვარს კლასიკა. მათთვის არის ეს არომატი განკუთვნილი. ამბრე როიალი მაგონებს თბილ საღამოებს, მაგალითად ცივა ამინში, როცა ანთია კამინი და თბილად რომ ხარ შენ სახლში. გარეთ ცივა, მაგრამ სახლში რომ სითბოა. ჩვენ გვაქვს იუტიკის ხაზში 16 არომატი. ყველა სუნამო არის უნისექსი. შეიძლება მამაკაცზე სხვანაირად ჟღერდეს, ქალბატონზე სხვანაირად. ეს ყველა არის უნისექს ხაზის სუნამოები. და სხვათა შორის ეს სუნამო რუბი სერტიფიკატიც აქვს და ჯილდოც აქვს მიღებული 2018 წელს. ნამდვილად იმსახურებს ეს სუნამო, იმიტომ რომ იპყრობს მოსახლეობის 98%-ს, ის 2% ვერ გარკვეულა რა უნდათ და იმიტომ ქუჩაში გავლისას სრულიად ხარ ყურადღების ცენტრში, შენი არომატი ყველგან რჩება და მე ვფიქრობ, ძლიერი ქალბატონისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ შენ ხარ შენ. ძალიან კმაყოფილი ვარ. დანარჩენი უკვე გემოვნებაზეა. იუტიკ ვიოლეტზე თქვა, ეს არის აღმოსავლური,
ცოტა აქვს სიმძაფრე ამ არომატსაც, ვისაც უყვარს უდის ნოტები, ეს სუნამო არის ზუსტად მათთვის. აღმოსავლურია, სიმძაფრეც აქვს ამ სუნამოს, ლაითი სუნამო არ არის. ახლა არიან ადამიანები, ვისაც უყვართ მსუბუქი, ლაითი არომატები და ეს არომატი მათთვის არ არის, უფრო არის ისეთი ძლიერი არომატი. ვიცი რომ ქალბატონ ლიკას უყვარს კიდე ძალიან ძლიერი არომატი, აი ამ იუტიკ ხაზიდან. მოგვიყევით ქალბატონო ლიკა თქვენ საყვარელ არომატზე. საღამო მშვიდობისა. ყველა სუნამო ძალიან თავისებური აქვს ამ იუტიკის ხაზს და ყველა მიყვარს, რომელიც გავსინჯე, ყველას თავისებური ისა აქვს რაღაცა შლეიფი რა განუმეორებელი, რომელსაც სხვა სუნამოებში ვერ დაიჭერ. განსაკუთრებულია მართლაც ფედერიკო მახორას განსაკუთრებული ხაზია და ყველაზე მეტად მაინც მინდა გამოვარჩიო სექსი კაშმირი თუ ჩანს. ყავის, ხის მერქნის რაღაცა თავისებური ქიმიური სუნია, ისეთი რომ აი ძლიერ ადამიანებს რო უყვარს რა, გამოირჩევიან რაღაცა თავისებური სუნით, ხო? აი ისეთი სურნელი აქვს. იქ ნაზი ისინი ნოტებიც არის, მაშინ ზამბახის ნოტიც იგრძნობა, იაც არის, კედარიც არის, აი საბაზისო ნოტები ძირითადად არის ყაჩული, სანდალი და აი ბენზინის ღრმა ქიმია იგრძნობა რაღაცნაირი. ნუ ისეთი ნაზავია, რომ აი დაამახსოვრდება ნამდვილად, ვინც კი შეიპყურებს ამ სუნამოს ახტოვანებული დარჩება. მე ძალიან ძირითადად ალბათ უფრო ზამთრის სურნელია, მაგრამ მე ზაფხულშიც ძალიან კარგად ხმარობ, ეხლაც ეგ სუნამო მასხია და აი ძალიან მსიამოვნებს. რა ვიცი, კაცია და ბუნება, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირი ეს ტყავის და ხის მერქნის სურნელი უფრო მიზიდავს, ეს ყვავილოვანი და ნაზი იმდენად არა, მაგრამ ეს რაღაცნაირი სახასიათო სურნელია. ამ ხაზში ყველა სუნამო არის ძალიან მდგრადი და სხვა სუნამო შენ რო იქნები ოთახში და ეს ამ სუნამოებისგან რომელიმე გექნება დასხმული, სხვა რა სუნამოც არ უნდა გქონდეს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაფერს ფარავს, ყველანაირ სუნამოს, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს. მე რაში დამემთხვა, ესე იგი, აი ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ნინამ რო აღნიშნა, ერთი თვევისაც უნდა რომ გამძლეობა გქონდეს. ესე იგი, რატომ ახსოვს ზუსტად, რომ 3 თვე თუ მეტი არა, ეს სუნამო დარჩა ჩემს ტანსაცმელზე, რომელიც მეცვა ახალ წელს, ახალი წლის პირველ დღეს და ამბრე როიალი მქონდა დასხმული. მე უკვე გაზაფხულისკენ, როცა ცოტა გადბა დღე ამინდი და ასე შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩემიკარა და დავალაგო და ხო, ტანსაცმლის დალაგება დავიწყე და აი შემთხვევით მაგის მერე მოსასხამზე მქონდა უბრალოდ და არ მქონდა გარეცხილი. ერთხელ რო ჩავიცვი, მერე ისევ კარადაში ჩამოვკიდე და მერე რო აი გადბა რაღაცნაირად დღეები და მერე ეს კარადა რო გავხსენი და დავიწყე აი ტანსაცმლის დალაგების პროცესი, ამ ჩემს მოსასხამს ისევ ისეთი სუნი ქონდა, თითქოს აი 2 წამის წინ გქონდეს შეშხურებული. აი ძალიან ძლიერია და არ ვიცი. ძალიან გაუცებული ვიყავ, იმიტომ რომ ერთი თვე რო ყოფილიყო, ისე არ გავუკვირვებოდი, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე რო დარჩა ეს სუნი, ძალიან ცოტა ესეთი იყო და სასიამოვნოდ გავოცდი, ასე რომ ვთქვათ. და აი მართლა ძალიან გამორჩეული არომატებია, ყველა, აი აბსოლუტურად ყველა არომატი ამ ხაზში, რომელიც არის წარმოდგენილი, თითქოს ერთმანეთს გავს, მაგრამ მაინც სხვანაირია ყველა და თავისებურად გამორჩეულია და სხვაგან რო ასეთ არომატს ვერ ნახავ. აი პიუ როიალში რომ მოგინდეს,
შეიძლება რომელიმე სუნამოს ცოტა დაამსგავსო, მაგრამ მაინც ვერ. იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული და გამორჩეულია, რომ ჩემთვის პირადად იუტიკი არის ძალიან საყვარელი ხაზი და ამ ხაზში სხვათა შორის სხვა პროდუქციაც არის და ძალიან მომწონს ლუქს ხაზია და ლუქს ადამიანებისთვის არის ნამდვილად. დაგითხრათ, რომ იუტიკის ხაზში 16 სხვადასხვა განსხვავებული არომატია. გრილი, ტკბილი, აღმოსავლური ყველა გემოვნების არომატია და ერთ-ერთი მათგანი ძალიან საინტერესო არომატია მალახიტი. ქალბატონო ლალი, მე ვიცი რომ მე არომატი თქვენ მოგწონთ და მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, საღამო მშვიდობის. ძალიან კარგი თემა არის დღეს ეს ნიში ხაზის სუნამოები. იმდენად ამაყები ვართ ჩვენ, რომ კომპანიას აქვს ნიში ხაზი იუწიკი, რომელიც უკვე ხაზს უსმევს დახვეწილობაზე, თავდაჯერებულობაზე, გამძლეობაზე, რა თქმა უნდა, ხარისხზე. აი ერთი სუნამო რო თქვა რომ მიყვარს, ვერ გეტყვით რა, არის ძალიან მაგარი სუნამოებია. თავიდან როცა გამოვწერე შესავალს გეტყვით, იყო სექსი ქაშიმერი და რუბი. აი, აფეთქება იყო ორივე. აი, უმაგრესი სუნამოები იყო და მე რა თქმა უნდა ნელ-ნელა ნიმუშებსაც ვიწერდი. ვიოლეტიც გავსინჯე და ვიოლეტი არის როგორი ქალური რომ მიცოდეთ თქვენ, აი სასწაული სუნამოა. შილაკზე ვიყავი და ერთი კვირის მერე მირეკავს იმ შილაკს ვინც აკეთებდა იმის დედა რომ რა გესხა გეხვეწები და იმის მერე სულ ვიოლეტს ყიდულობს ის ქალი. ხო, აი ესეთი მაგარი სუნამოა ვიოლეტიც და რაც შეეხება მალაქიტს. მალაქიტი არის, აი როგორ გითხრათ, ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ძალიან ხილის არომატებიც აქვს, ყვავილისაც, მანდარინი, ია, შროშანი, აი ძალიან მაგარი სუნამოა. ეს სუნამო როცა მივიღე, სასწაული აღტაცებული დავრჩი. მე ხო ძალიან მომეწონა და ამავ დროს იყო ჩემი ბიზნეს პარტნიორი მოსული, მეზობლად ცხოვრობს, მამაკაცია და იმას ვაჩუქე ნეტამ. იცოდეთ, ცარიელი ბოთლი, ჯერ არ მქონდა დიდი, მქონდა პატარა დაცლი და ის ვაჩუქე ამ ბიჭს, თამაზი ქვია მას და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი შეკვეთები შეაგროვა ამ ბიჭმა პატარა სუნამოთი, რომელშიც საერთოდ არაფერი ის აღარ ესხა. ერთი კაპლიც აღარ ესხა რა, ისეთი გამძლეობა და ისეთი მაგარი სუნი ქონდა. ხელსაო ვინც მოკიდებდაო, მირეკავდნენ ოღონდაცა რა დაგვაჭერინეთ ხელში, აი ისეთი გამძლე სუნი აქვსო. ხარისხზე და გამძლეობაზე აღარ გვინდა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ყველა სუნამოს აქვს თავისი მომხმარებელი, მამაკაცისა და ქალისა ეს იუწიკი და ეგეც საამაყოა. აი ეს მაგალითად მალაქიტი არის ქალისკენაც და მამაკაცისკენაც. მაგრამ მაფინი მაგალითად მე ქალისკენ უფრო ვიტყვი, სექსი ქაშიმერიც უფრო ქალისკენ. აი რუბი ორივესკენ შეიძლება, მაგრამ რუბს რო დავისხავდი, აიო გეგონება ეს მოდისო, ქალი მოდისო და შრიალაკაბა მოდისო შრიალაკაბით და მოაქვსო ეს რაღაც თავადური, აი ეგეთია რა. აი რუბი ეგეთია. და საინტერესებს ნიშე. იმ დღეს ვიღაცაც დამიკავშირდა, სხვათა შორის ორი მამაკაცი დამიკავშირდა, ნიშეს სუნამოები ქონიათო და საწყობშიც მივაგზავნე ეს კაცი და დარეგისტრირდა. აი იმდენად უკვე ცნობადი. კი, ჩვენ კომპანიაში რეგისტრაცია არის უფასო, თავისუფლად ყველასთვის შეგვიძლია იმის თქმა, რომ დარეგისტრირდით ჩვეულებრივად, ეს იქნება თქვენი ონლაინ მაღაზია, როცა გექნებათ სურვილი, მაშინ გააკეთებთ შეკვეთას, როგორც აი ძალიან ბევრია ახლა საქართველოში, ვისაც აქვს რეგისტრაცია თემუში ან სხვა პლატფორმებზე, ხო? როცა გინდა შედიხარ აკეთებ შეკვეთას, ზუსტად ასე შეიძლება რომ დარეგისტრირდნენ და გააკეთონ გამოწერები. არანაირი ვალდებულება არ არის ჩვენთან. ადამიანი თავის მოხმარებისთვის რეგისტრირდება, როცა უნდა, მაშინ არის აქტიური.